მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო. მოგესალმებით ჩვენი პარტიის თანფუძნებელს და საბატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მოგესალმებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა ბაბაშვილს. მოგესალმებით პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს, პარლამენტარებსა და მინისტრებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. მოგესალმებით დედაქალაქის მერს. მოგესალმებით ჩვენი ღონისძიების ღრმად პატივცემულ სტუმრებს. მოგესალმებით საზოგადოებას, მივესალმებით ჩვენი პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს. დღეს ხსნით საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მთავარ კანდიდატს, ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის თბილისის მერის კანდიდატურას. დღეს ამ ლამაზ და მშვიდ საღამოს არ გვაქვს უფლება პირველ რიგში მადლობა არ გადავუხადოთ ქართულ ხალხს შარშან 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებული დობისთვის. შარშან შედგა რეფერენდუმის თვალფასი არჩევნები, სადაც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა არჩევანი მშვიდობის, ღირსებისა და განვითარების სასარგებლოდ. კიდევ ერთხელ მადლობა ქართულ ხალხს გამოცხადებული ნდობისთვის. სწორედ ამ გამარჯვებამ მოგცა შეასრულება დღეს მთელი ყურადღება გადავიტანოთ თითოეული მუნიციპალიტეტის, თითოეული ქალაქისა და სოფლის განვითარებაზე. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა შევიტანოთ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე და მეტი სიკეთე საქართველოს თითოეულ კუთხეში. მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილის, მეტი სიკეთე და განვითარება საქართველოს თითოეულ მხარეს, საქართველოს თითოეულ კუთხეს ეს არის ჩვენი ამოცანა, რომელსაც შემდეგი 4 წლის განმავლობაში საზოგადოების მხარდაჭერით აუცილებლად შევასრულებთ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო და მივესალმო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2012 წელს საქართველოს გარედან მართული უმძიმესი ავტორიტარიზმისგან გაათავისუფლა და ჩვენი ქვეყანა განვითარების სწორგზაზე დააყენა. 2012 წლიდან საქართველოს აქვს 13 წლიანი უწყვეტი მშვიდობა. ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს უკვე მეხუთე წელია საქართველოს არის პირველ ადგილზე ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელსაც კიდევ ერთხელ თქვენთან ერთად უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. როგორც უკვე აღნიშნე, დღეს ხსნით ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას და წარვადგენთ თბილისის მერობის კანდიდატს. პირველ რიგში მინდა გავიხსენო, რომ დღეს ჩვენი დედაქალაქი არის ბევრად უფრო ლამაზი, ბევრად უფრო მწვანე, ბევრად უფრო განვითარებული და ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. გასული 8 წლის განმავლობაში თბილისისთვის და თბილისელებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. თბილისი გახდა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე დედაქალაქი. მოეწყო 2500-ზე მეტი ახალი და განახლებული პარკი და სკვერი. აღდგა და განახლდა დღე 152 ჰექტარ ფართობზე, დაირგო 665-ზე მეტი ძირი მწვანე ნარგავი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქალაქის 100-მდე უმნიშვნელოვანეს ობიექტს, მათ შორის ორბელიანის მოედანს, გუდიაშვილის მოედანს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს, შრალ და ზააბრუკენის ხიდებს, დარიჯან დედოფლის სასახლეს, დედაენისა და 9 მარტის ბაღებს. მოწესრიგდა მრავალი გამზირი, ქუჩა და გზა, შეკეთდა და რეაბილიტირდა 8,5 მილიონი კვადრატული მეტრი გზის საფარი. რეაბილიტირდა და მოწესრიგდა 1754 ქუჩა და გამზირი. აშენდა ახალი გზები, ესტაკადები, პანდუსები, საავტომობილო ხიდები და გვირაბები. 2000-ზე მეტი პროექტი განხორციელდა წყალარინებისა და სანაევრგზელების მოსაწესრიგებლად. გამაგრების სამუშაოები ჩატარდა 800 მისამართზე. 128,000 კვადრატულ მეტრ ფართობზე დამონტაჟდა ქვათასვენის საწინააღმდეგო ბადეები. დამონტაჟდა 7,500 გარეგანათების ბოძი და 20,000 სანათი. მოეწყო 3,800 მხატვრული მინათების სანათი. 700-ზე მეტ ავარიულ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა გამაგრება. ავარიული სახლების შანაცვლების პროგრამით უახლოეს მომავალში ბინას დამატებით 1100 ოჯახი მიიღებს. დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების პროექტის ფარგლებში საცხოვრებელი ფართი მიიღო 12,000-მდე დაზარალებულმა ოჯახმა. სამშენებლო ამნისტიის პროექტის შედეგად უფლებრივად უნაკლო ბინას 30,000-ზე მეტმა თბილისელმა მიიღო. ქალაქს შეემატა 916 ახალი თანამედროვე სტანდარტების ავტობუსი. სრულად განახლდა მიკროავტობუსების პარკი. მეტროს დაემატა და ემატება 138 ახალი ვაგონი, შეკეთდა 208 ვაგონი. რეაბილიტაცია რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2 მეტროს სადგურს. დაიხაზა ავტობუსის 91 კილომეტრიანი და ველოსიპედის 40 კილომეტრიანი ზოლები. ამოქმედა 90 წუთიანი უფასო გადაშლების ტარიფი და შეღავათიანი სამგზავრო აბონემენტები. მოეწყო და უახლოეს მომავალში მოეწყობა ჯამში 300-მდე რამდენი ელექტროავტომობილების სამ ეტაპად გატარდა ტაქსების მასშტაბური რეფორმა. თბილისი გახდა უფრო მზრუნველი ქალაქი ბავშვებისთვის. აშენდა 26 ახალი საბავშვო ბაღი, სრული რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 14 საბავშვო ბაღს, სრულად გარემონტდა 8 საბავშვო
ბაღი. დაინერგა ბავშვთა უსაფრთხოებისა და საბავშვო ბაღის გამართვის თანამედროვე სტანდარტები. გაორმაგდა საბავშვო ბაღების 13,500 თანამშრომლის ხელფასები. მომზადებისა და გადამზადების კურსები გაიარა ბაღების 9,000-მდე თანამშრომელმა. მერიამ დააფინანსა ჯანდაცვის 3,840,000-ზე მეტი შემთხვევა. 64,000-ზე მეტი ოჯახი იღებს კომუნალურ სუბსიდიას. 1375 სოციალურად დაუცველი 18 წლამდე შშმ პირი იღებს 800 ლარიან დახმარებას. 10,000-მდე სოციალურად დაუცველ ბავშვთა მოზარდს უფინანსდება სწავლა ახალგაზრდობის სახლებსა და ეროვნულ სასახლეში, ხელოვნებისა და სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებზე. 73,000-ზე მეტი პირი დაფინანსა სოციალურად დაუცველ პენსიონერთა 500 ლარიანი მედიკამენტების პროგრამით. 347-ჯერ გაიცა 100 წლისა მეტი ასაკის ხანდასმულებზე ერთჯერადი დახმარება 1000 ლარის, ხოლო 2025 წლიდან 10,000 ლარის ოდენობით. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდებზე ზრუნვის მიმართულებით განხორციელდა 5,000-ზე მეტი პროექტი და ინიციატივა. სწავლა დაუფინანსდა 19,000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ 4,000-მდე მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შშმ სტუდენტს. 5,000-მდე წარმატებული მაგისტრატი გახდა თბილისის მერის სტიპენდიანტი. პროფესიული განათლების ხელშეწყობის ფარგლებში 11,000-ზე მეტი თბილისელი გადამზადდა, საიდანაც 75% დასაქმდა. 2021 წელს თბილისმა მოიპოვა წიგნი მსოფლიო დედაქალაქის, 2025 წელს კი სპორტის ქალაქის სტატუსი. აშენდა და რეაბილიტირდა 500-ზე მეტი სპორტული მოედანი, აშენდა 5 სპორტული კომპლექსი, ამოქმედა პროგრამა სპორტი უფროსის თაობისთვის, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 მუზეუმს, 8 სახელმწიფო სკოლას და 5 ბიბლიოთეკას. ეს არის იმ საქმეების არასრული ჩამონათვალი, რომლებიც გასული 8 წლის მანძილზე თბილისისთვის და თბილისელებისთვის გაკეთდა. და ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული სიყვარულით და მსრუნველობით თბილისისა და თბილისელების მიმართ. ყველა ეს საქმე გაკეთდა გამორჩეული პროფესიონალიზმით და გამორჩეული გემოვნებით. ჩვენ დღეს შეგვეძლო თბილისის მერობის კანდიდატად წარგვიდგინა უბრალოდ კარგი პოლიტიკოსი, უბრალოდ კარგი მმართველი, ან უბრალოდ კარგი პატრიოტი. მაგრამ დღეს ჩვენ თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ნამდვილ ჩემპიონს. ჩემპიონს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენი კანდიდატი არის ადამიანი, რომელმაც საქართველოს უმაღლესი რანგის გამარჯვებები აჩუქა. ჩვენი კანდიდატი არის ჩემპიონი პოლიტიკოსი, მმართველი და პატრიოტი. ის არის ჩემპიონი მეოჯახე, ის არის ჩემპიონი მეგობარი და ჩემპიონი თანამებრძოლი. მეტი სიცოცხლე თბილისს, მეტი სიცოცხლე თბილისის თითოეულ უბანს, განვითარება დედაქალაქის თითოეულ კუთხეს, უფრო ლამაზი, უფრო მწვანე, უფრო მოწესრიგებული ქალაქი. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჯერდება ჩვენს უსაყვარლეს დედაქალაქს და თითოეულ თბილისსაც. და ეს არის ის, რაც ყველაზე უკეთ ერთმონგრეთულ ადამიანს შეუძლია. სწორედ ამიტომ ქართული ოცნების გუნდის სახელით აქვს პატივი საქართველოს დედაქალაქის მერობის კანდიდატად, უფრო სწორად მომავალ მერად წარმოგიდგენოთ ადამიანი, რომელსაც მერად ნებისმიერი ევროპული დედაქალაქი ინატრებდა. ეს არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი, თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი კახა კალაძე. ხოთ. მოგესალმებით, მეგობრებო. მივესალმები ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ შალვა პაპუაშვილს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რეგიონის წარმომადგენლებს, თბილისის საკრებულოს და მთავრობის წევრებს. მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მივესალმოთ ჩემს თბილისს და თბილისელებს. ზედიზედ მესამედ წარს გე თბილისის მერობის კანდიდატად ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი დიდი შესაძლებლობა ვემსახურო ჩვენს ულამაზეს თბილისს და თბილისელებს. გამოცხადებული ნდობისთვის მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომლის მხარდამხარ 2011 წლიდან ბრძოლა და ეროვნული ინტერესების დაცვა ჩემთვის უდიდესი პატივია. მე მინდა ცოტა გადახვევა გავაკეთო და გავიხსენო 2011 წელი, როდესაც პირველად შევხვდი
ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი საუბარი რა თქმა უნდა ეხებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იმ მძიმე პოლიტიკურ ფონს და მახსოვს ბატონ ბიძინას შეკითხვა. თუ სად მოვიაზრებდი საკუთარ თავს პოლიტიკაში და როგორ ხედავდი ჩემს მომავალს. მაშინ ჯერ კიდევ ფეხბურთით ვიყავი დაკავებული, სპორტში მოღვაწეობდი, არ მქონდა არანაირი პოლიტიკური გამოცდილება და ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ვიყო იქ, სადაც გუნდს ჭირდება. დღეს 14 წლის შემდეგ ცხადია დავაგროვე უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება და შემიძლია იგივე სიტყვები გავიმეორო, რომ მზად ვარ ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს და ვიყო იქ, სადაც ჭირდება ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს, თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენთან, მათ შორის პირადად ჩემს გვერდით იდგა და დგას მთელი ამ წლების განმავლობაში. 2017 წლიდან მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მერი გავხდი, ერთად ბევრი რამ შევძელით. ყველა დიდ წამოწყებას ხადია, დიდი სირთულეები ახლავს, მაგრამ ჩვენი გუნდურობით, მიზანსწრაფულობით, თბილისელების ნდობით და ჩვენი ქალაქის უკეთესი მომავლის რწმენით, ყველამ ერთად თბილისის განვითარებაში არაერთი გარდამტეხი ცვლილება შევიტანეთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ნდობისა და თანამშრომლობისთვის, თითოეული გამამხნევებელი სიტყვისთვის, საქმიანი კრიტიკისთვის და თითოეული იმ ინიციატივისთვის, რომლის განხორციელების შემდეგ ჩვენი დედაქალაქი კიდევ უფრო ლამაზი, მწვანე, განვითარებული, მოწესრიგებული და სიცოცხლით სავსე გახდა. დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ არა მხოლოდ როგორც მერობის კანდიდატი, არამედ ადამიანი, რომელიც ბოლო 8 წელია თბილისის თითოეული რაიონის, თითოეული უბნის ცხოვრებით ცხოვრობს. ბედნიერია იმ ცვლილებებით, რამაც თბილისი აქცია თანამედროვე ქალაქად. იცის რა აწუხებს, რა პრობლემები აწუხებს თბილისელებს და გულწრფელად ჯერა, რომ თბილისი ამოუწურავი შესაძლებლობების ქალაქია. მე კარგად მესმის, რომ თბილისი არ არის უბრალოდ ქალაქი. ის ჩვენი კულტურის, რელიგიის, ტრადიციების, ქართული სულის გამოძახილია. მის უძველეს ქუჩებში საქართველოს ისტორიას უნთქავს. ეს ქალაქი საუკუნეებია დგას როგორც გზაჯვარედინი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სხვადასხვა რელიგიის, სხვადასხვა ეთნიკური კულტურის გადაკვეთის სივრცე. თუმცა ამ მრავალფეროვნებაში მას არ დაუკარგავს თავისი სული, არ დაუკარგავს ეროვნული ღირებულებები, რაც ძვირფასია თითოეული ქართველისთვის. ერთდროულად ქართული იდენტობა და მრავალმხრივი მრავალფეროვნება განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის უნიკალურობას. დღეს, როდესაც თქვენ წინაშე ვდგავარ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი, ვფიქრობ, შემიძლია მოგცეთ ორი საერთო დაპირება ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით. თბილისი როგორც პასუხისმგებლობა და თბილისი როგორც შესაძლებლობების ქალაქი. ესაა ის ორი მთავარი პირობა, რომლის შესრულებასაც ვპირდები თბილისელებს. თბილისი ჩემთვის არის უდიდესი პასუხისმგებლობა, არა მხოლოდ მის აწმყოსა და მომავალზე, არამედ მის წარსულზეც. თბილისი ისტორიული იერსახის შენარჩუნება, ნიშნავს ქალაქის სულის გადარჩენას. ვაცნობიერებ თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა იყო ისტორიით სავსე ამ უძველესი ქალაქის მერი. თბილისი შესაძლებლობების ქალაქია. დიახ, სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ სიძველის მიუხედავად დღეს თბილისი საოცრად თანამედროვე ქალაქია თავისი პარკებით, სკვერებით, კულტურული სივრცეებით, სპორტული მოედნებით, მოდერნიზებული ქუჩებით, ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ თბილისი კიდევ უფრო უნდა განვითარდეს. უნდა განვითარდეს სწორად, თანმიმდევრულად, სწორი და ზუსტი ხედვითა და გეგმით. რასაკვირველია, ჩემო მეგობრებო, ამ ხელატვირთს საკუთარ თავზე ვერ ავიღებდი, რომ არ მქონდეს თქვენი თბილისელების დიდი მხარდაჭერა, რომ არ იდგეს ჩემს ზურგს უკან ძლიერი პოლიტიკური გუნდი, ქართული ოცნება, დემოკრატიული საქართველო,
რომელსაც გამორჩეული წვლილი აქვს შეტანილი ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავლის განმტკიცებაში. ცხადია, რთული იქნებოდა დედაქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, რომ არა თბილისის მერიის გამოცდილ პროფესიონალ თანამშრომელთა უზარმაზარი არმია. მე აქ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თითოეულ მუნიციპალიტეტის თანამშრომელს დაწყებული მეეზოვედან დამთავრებული ვისემერამდე მინდა მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ 24 საათიან რეჟიმში ჩვენ ვართ ქალაქის სამსახურში, თბილისელების სამსახურში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, რომელიც ესწრება დღევანდელ ღონისძიებას და ჩემს უფროს ვაჟს ლევანს, ხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. როგორც უკვე ვახსენე, თბილისი შესაძლებლობების ქალაქია. ამის გარანტი კი ხართ თქვენ, ახალგაზრდები, მომავალი თაობა, ჩვენი ხვალინდელი დღის საყრდენი და იმედი. მე თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს ახალგაზრდობასთან, რომელთა ენერგია და იდეები ჩვენი ქალაქის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. გაძლევთ პირობას ამ ძალას მომავალშიც გამოვიყენებთ მეტი განვითარებისთვის, შენებისთვის. ეს ცხადია არ გულისხმობს მხოლოდ ქალაქის განვითარებას. ესა პასუხისმგებლობის გაზიარება, იდეების გაცვლა და ერთობლივი შრომა უკეთესი თბილისისთვის. ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, თქვენი სიყვარული ქვეყნისა და ქალაქისადმი გვაძლევს იმედს, რომ თბილისი ნამდვილად იქნება ცოცხალი, თანამედროვე და განახლებაზე ორიენტირებული ქალაქი. როდესაც 8 წლის წინ პირველად წავდექი თბილისელების წინაშე მერობის კანდიდატად, ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირება იყო სიცოცხლით სავსე ქალაქი. მაშინ, როდესაც ქალაქში დავდიოდი, ვცდილობდი ჩემთვის ცხადად წარმომედგინა თუ როგორ შეიძლებოდა შესხმოდა ხორცი ამ დაპირებას. როგორი უნდა გამხდარიყო თბილისი ამ დაპირების შესრულების შემდეგ. პირველი, რაც მაშინ შევამჩნია, იყო ცარიელი ეზოები, პარკები, სკვერები და სხვა საჯარო სივრცეები. სამწუხაროდ 2017 წლის თბილისში სიცოცხლე არ ჩქეფდა ისე, როგორც ეს ბევრ ევროპულ ქალაქში გვინახავს. და მაშინ გავიაზრე, რომ მთავარი, რამაც ქალაქს მეტი სიცოცხლე შეიძლება შეძინოს, არის ადამიანების ხალისი, კონდეთ მეტი ურთიერთობა საკუთარ ქალაქთან და თანაქალაქელებთან. დღეს ალბათ ყველა ვამჩნევთ ადამიანების სიმრავლეს, ეზოებში, სკვერებსა და პარკებში, ქალაქის ცენტრალურ უბნებში თუ გარეუბნებში, კულტურულ და სპორტულ სივრცეებში. დღეს თბილისი და მისი თითეული უბანი არის ბევრად უფრო სიცოცხლით სავსე, ვიდრე ის იყო 8 წლის წინ. ჩემო მეგობრებო, დღეს ჩვენი სლოგანი და მთავარი დაპირებაა მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ჩვენ ვამაყობთ, რომ გამოწვევებით სავსე თანამედროვე სამყაროში დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული, რაც მის განვითარებას განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის. მშვიდობა გვაძლევს იმაზე ზრუნვის საშუალებას, რომ მეტი სიკეთე მივანიჭოთ ჩვენს ულამაზეს ქალაქს. რა თქმა უნდა, მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია საუბარი ქალაქის განვითარებაზე, წინსვლაზე და ის, რომ დღეს ქვეყანაში ჩვენ გვაქვს მშვიდობა, ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო და აქაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო ჩვენს საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს. მეგობრებო, სიტყვა სიკეთეს ორი მნიშვნელობა აქვს: მატერიალური და არამატერიალური. ჩვენს ქალაქს ჭირდება მეტი სიკეთე მატერიალური თვალსაზრისით. ეს არის კიდევ უფრო უკეთესი ინფრასტრუქტურა, ძველი თბილისის ახალი რეაბილიტირებული უბნები, კიდევ უფრო მეტი სიმწვანე და სილამაზე, კიდევ უფრო მოწესრიგებული სატრანსპორტო სისტემა, ახალი კულტურული და სპორტული ობიექტები, სკოლები და ბაღები. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ამ დაპირებას და მომდევნო 4 წლის განმავლობაში შევქმნით მეტ მატერიალურ სიკეთეს თბილისს და თბილისელებს. სიკეთეს მატერიალურთან ერთად აქვს არამატერიალური დატვირთვაც. თბილისი ტრადიციულად იყო ურთიერთობების ქალაქი, სიკეთით სავსე ქალაქი. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ დავამარცხოთ სიძულვილი
და თბილისელებს შორის ურთიერთობების მთავარ მორალურ ღერძად ვაქციოთ სიკეთე. შვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს. ეს არის დაპირება, რომელსაც მომდევნო 4 წლის მანძილზე მთელი პასუხისმგებლობით და გულისყურით შევასრულებთ. მეგობრებო, თბილისი არჩევანზე მეტია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ თბილისის მომავალზე და ვაქციოთ ის კიდევ უფრო განვითარებულ ქალაქად. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, მადლობა ნდობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ მაძლევთ შესაძლებლობას ვემსახუროთ ჩემს ქალაქს, ჩემს ხალხს და ჩემს სამშობლოს. ჩემო თბილისელებო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გასული 8 წლის მანძილზე გამოხატული დიდი მხარდაჭერისთვის, რამაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთების შესაძლებლობა მოგცა. ჩემთვის დიდი პატივია კვლავ იყო თბილისის სამსახურში და მჯერა ერთად ყველაფერს შევძლებთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი, გაიმარჯვებს საქართველო. შვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე ჩვენს ულამაზეს თბილის ქალაქს. მადლობა. ჩემო ქალაქო, სულ ახლა დახალო, შენ მზე დავარდების პენა, შენ მუდამ სულ დიდო, შენ მუდამ ამაყო, მუდამ ზეცაში ჩემო სამყარო, შენ მუდამ ვაღნარო, შენ ვარ დედემშირულო, შენ თბილის ქალაქო, რუსთაველის ალაგო, ჩემო სულო და ჩემო სამყარო, შენ მუდამ ვაღნარო, შენ ვარ დედემშირულო, შენ თბილის ქალაქო, რუსთაველის ალაგო, ჩემო სულო და გულო, შენი დიდების ზემოთ გეძახდეს, სულ ზემოთ მაღლა ზემოთ. შვიდობა შესმუჩეს, შვიდობა შესახლებს, ჯავარა თბილისო ჩემო. შენი დიდება